თითქოს გაუცნობიერებად მშობლები ერთმანეთს ვეჯიბრებით ხოლმე, ვისმა შვილმა რამდენად სწრაფად აიდგა ფეხი, თუ ვისმა შვილმა რამდენად სწრაფად დაიწყო საუბარი და ერთხელ სადღაც ვიყავი და ჩემს უკანა მაგიდაზე გოგონების საუბარს მოვკარი ყური, რომ ერთი ეუბნებოდა მეორეს, უიო, შენი შვილი 10 თვის არისო და ჯერ კბილი კიდე არ ამოუვიდაო და ის დაიბნა, ვიგრძენი მისი დაბნელობა, რომ არაო რა იყო და ჩემ შულსო ზუსტად 6 თვის ასაკზე ამოუვიდაო და ისე მკაფიო და ხაზგასმით უთხრა ეს, რომ ზუსტად 6 თვის ასაკზე ამოუვიდა, რომ თუ არ იცი და არ ფლობ ინფორმაციას, აუცილებლად დაგაბნევდა და ის დედაც დაიბნა, რომ არ ვიციო, კითხავო პედიატრსო. და ამაზე მინდა იმის თქმა, რომ არაფერია იმაზე ინდივიდუალური და განსხვავებული, ვიდრე ბავშვი. ყველა ბავშვი ვითარდება რაღაცა თავისი უნიკალური ტემპით. თქვენი შვილი შეიძლება დაიბადოს კბილით. შეიძლება კბილი ამოვიდეს 4 თვის ასაკზე, 6, 8, 12, თუნდაც 13 თვის ასაკზე. ეს არ განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის და განვითარების ხარისხის დონეს და ამიტომ ამაზე ნერვიულობა არ ხიშს, როდესაც სხვა მხრივ ბავშვი კარგად ვითარდება.